წელს საქართველოში დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ზაფხულში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად თბოსადგური ასე ვთქვათ, ამუშავა ქვეყანამ. გამოდის, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა მზის გენერაციის პიკია, ჩართული იყო თბოსადგურები და ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ვწვავდით გაზს, ბუნებრივ აირს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის რუსული ან აზერბაიჯანული, ისევე როგორც საქართველოში იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგია. არდა ზაფხულის პიკური დატვირთვის დროს მზის ელექტროსადგური არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგია გამოიმუშავო, ამით მოთხოვნაც დააკმაყოფილო და სისტემაც გამართულად ამუშავო. მართალია საქართველოში მზარდია მოთხოვნა მზის სადგურებზე, რასაც ხელს უწყობს როგორც პროექტებზე ფასების შემცირება, ასევე საინვესტიციო მიმზიდველობა, თუმცა მზის განახლებადი ენერგიების განვითარებას აფერხებს ერთის მხრივ რეგულაციები, მეორეს მხრივ ბიუროკრატიული ბარიერები და დიდი ალბათობით ელექტროენერგიის იმპორტიორების ბიზნეს ინტერესები. უფრო მეტ, თორნიკე დარჯანია საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი მოგუყვება. მოგესალმებით, თორნიკე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, ზოგადად რა პოტენციალი აქვს, მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში მზის ენერგიის გამომუშავებას და რა არ გვიწყობს ხელს, რომ ეს პოტენციალი სათანადოდ ავითვისოთ, იმიტომ რომ ხა სრულად ათვისება ალბათ გონივრული ვადები ჭირდება. მანამდე გითხარით, აი მართლაც გამორჩეული იყო ამ თვალსაზრისით წლევანდელი წელი, რომ ჩვენ აგვისტოში, მაშინ როდესაც თან გვახსოვს როგორი თაკარა ზაფხული იყო საქართველოში ძალიან მზიანი, უხუმზიანი, ჩვენ მოგვიწია თბოსადგურის მუშაობა. ეს ალბათ დამატებითი, ასე ვთქვათ, დამატებითი სითბური მასების გადყორცხვნა შეუწყობდა ხელს ატმოსფეროში. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. დიახ, წელს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამისი წინასწარმეტყველება შეგვეძლო. ჩვენ რო გადავახვიოთ წინა გამოცემები, გადაცემები, სადაც მე ვსაუბრობდი შაშან წინ, ანუ ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ აქამდე მოვიდოდით. თუ სწორად მახსოვს, შაშან წინ იყო პირველი შემთხვევა, თბოსადგური ჩაირთო. ოღონდ ცოტა ხნით. და ზუსტად მაგაზე გქონდა საუბარი, რომ ეს ცოტა ხანი რამოდენიმე წელიწადში იქნება მთელი ივლისი და აგვისტო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სწორად თქვით, რომ გაზ ბუნებრივ აირს წვავდით მაშინ და მინდა გითხრათ, რომ ეს ძვირიანი ენერგია, თავი გავანებოთ გარემოს ფაქტორს ის, რომ იმპორტირებულია და შენ ფინანსურად არის ძვირიანი ენერგია გაცილებით მზის ენერგიასთან შედარებით და ჩვენ ეს ყველაფერი იმიტომ მოგვიწია რომ ასე გავიკეთებინა, რომ დავაკელით და ჯერ კიდევ ვერ ასე ვთქვათ ვეწევით იმ განვითარებას, რაც ქვეყანას აქვს. ხო და მოდი სწორედ აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ დაბნეულობა არ გამოიწვიოს ჩვენი მაყურებლებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ საჭიროებაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია. ანუ ელექტროენერგიის მოხმარებაზე და მოთხოვნილებაზე. ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვერ მივყვებით მისი გამომუშავებით ფეხდაფეხ. კი, ნამდვილად აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ და რა თქმა უნდა საბედნიეროდ ქვეყანა ვითარდება ტურიზმი, წელს ჰქონდა ტურიზმს სასწაული, ასე ვთქვათ, მასშტაბი. მე რამოდენიმეჯერ მომიწია ბათუმში ჩასვლა და სასტუმრო ვერ ვიპოვე. ხო და ეს კარგია, მაგრამ ამასთანავე ამ ტურიზმს ჭირდება ისევე როგორც საკვები და მომარაგება და ტურისტს კარგად დახვდა, ამასთანავე ძალიან დიდი რაოდენობის ენერგია, იმიტომ რომ არავინ არ შევა სასტუმროში, რომელიც არ არის გაგრილებული, ხო, ანუ ვის ჭირდება, რამე ვერ დავიძინებ. ხო, ჩვენ, ანუ ნებისმიერ თვითონ ჩვენთაგან ეს ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყავით ქვეწი, მანამდე ვიყავით ჩვენ ზამთრის პიკურ ქვეყანას უწოდებდით, რომ აი ზამთარში გვაქვს პიკები, იმიტომ რომ ავით მინუს ტემპერატურაში გათბობის რაღაცა, ასე ვთქვათ, პრობლემა გვაქვს გადასაჭერი, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე ზაფხულის პიკური ქვეყანაც ვართ. ეხლა კი არ აღმოჩნდა, ანუ აღმოჩნდა ეს დაახლოებით 2-3 წლის წინ, როდესაც პირველი ნიშნები გაჩნდა, რომ თბოსადგური ჩავრთეთ. ანუ ეს დღეს არ მომხდარა, მე მინდა რომ ეს სწორად კი ბატონო. სწორად გაიგოს და ჩვენმა მაყურებელმაც და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს რაღაცის ხელშეწყობაზე ან არ ხელშეწყობაზე, ყოველწლიურად მინიმუმ 3%-ით იზრდება ჩვენი მოხმარება, მინიმუმ 3% და ამას ვერ ეწევა ჩვენი გენერაცია. გენერაცია არა მხოლოდ მე არ მინდა ვიღაცამ გაიგოს, რომ მარტო მზის ელექტროსადგურის გენერაციაზე მთლიანად, ანუ იმე საუბრო. ზოგადად დივერსიფიცირება ჭირდება ყველაფერს, მათ შორის ენერგოსექტორსაც. ანუ ეს ამ პრობლემის წინაშე დავდექით. ეს იყო წლევანდელი წელი
და ეს აუცილებლად გამოიწვევს ზემოქმედებას ტარიფზე, ეს აუცილებლად გამოიწვევს ზემოქმედებას სხვადასხვა ფაქტორებზე. ეს გარდაუვალებელია. ზემოქმედებას ანუ გამოიწვევს ადრე თუ გვიან ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას, ჩვენ თუ ასე ვთქვათ, ისევ არ მოვახდინეთ ელექტროენერგიის გამომუშავების დივერსიფიცირება და არ გავაკეთეთ აქცენტი უფრო ასე ვთქვათ, ეკოლოგიურად სუფთა, შესაძლებელია უფრო ხელმისაწვდომ. ციფრებით გეტყვით მარტივად რო ვთქვათ, ეხლა მზის ელექტროსადგური, რომელიც აშენდება სახელმწიფოს მიერ წახალისებით 5.6 ცენტი არის, რასაც სახელმწიფო გადაუხდის ინვესტორს 15 წლის განმავლობაში, ხო? თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელიც აი ამ ზაფხულს დავწვით, 7 ცენტამდე არის ღირებულება. ყოველ შემთხვევაში 6-ზე მეტი არის რა. ანუ იმაზე მეტი არის, ვიდრე მზის ენერგიის მიერ გამომუშავებული. ამას გადაიხდის მომხმარებელი. ამასთანავე ისიც უნდა ვახსენოთ ჩვენ, რომ მარტო თბოსადგური არ იყო ჩართული, იმპორტი ქონდა. ამიტომ ჩვენ არასოდეს კოლოსალურად არის ჩვენ არ ქონია ამ წმინდა იმპორტიორი ქვეყანა გავხდით პირველად, მე მგონი ჩვენს ასე ვთქვათ დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამ პერიოდში იმპორტი. ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ, არ ქონია ჩვენ იმპორტი, იმიტომ რომ როგორც კი ასე ვთქვათ, წყალუხობის პერიოდი იწყება, თოვლი დნება, ანუ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ჩვენ კმაროდა, ანუ ამის ასე ვთქვათ, საჭიროება, მაგრამ ეს აღმოჩნდა, რომ უკვე ესეც აღარ არის საკმარისი. ეხლა თქვენ მოგეხსენებათ, მე აღარ გადავალ სხვა თემაზე, ეხლა იქ ჰესებს მშენებლობის ამბავში რა პრობლემები აქვს და შეგწყვეტეთ ცალკე განსახილველი თემა, მაგრამ აქეთაც არანაკლები პრობლემები აქვს მზის ელექტროსადგურებს. აი, ვიდრე გადავალთ მზის ელექტროსადგურების პრობლემაზე, ეხლა ვიღაცამ შეიძლება მოისმინოს და თქვას, რომ მე რა შემოვიტანოთ იმპორტით, რა ვიცი, მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგია, მაშინ როდესაც გვაქვს ამის დანაკარგი. ხო, ნუ ეხლა ბევრი ამბობს ხოლმე, რომ რა ვიცი, ძალიან, რა ვიცი, მე არ მინდა ეხლა დაბიო არგუმენტს უწოდებ, რომ რა ვიცი, პურს თუ ყიდულობთ რუსეთისგან, რა ვიცი, ელექტროენერგია რო ვიყიდოთ, რა დაშავდება ამით რა. ანუ ჯერ ერთი ის რომ ძვირია იმპორტირებული ელექტროენერგია ძვირია და ჩვენ ნებისმიერი როგორც პულში ასაქმებ ვიღაცა ფერმერს, რომელიც სადღაცას საზღვარგარეთ მუშაობს და იმას უხდი ფულს, იგივე ელექტროენერგიაში. ანუ ამ ქვეყანაში არიან ინვესტორები, ვისაც უნდა რომ ეს განავითაროს და ჯობია რომ ჩვენ მოქალაქე და ჩვენ ეკონომიკაში დარჩეს ეს ფული, საერთო კეთილდღეობას მოხმარდება, ვიდრე გავიდეს ეს, ანუ იგივე არის, ანუ ენერგეტიკას, ენერგიაც ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მასშტაბურობის თვალსაზრისით კიდევ უფრო დიდი არის, ვიდრე დამერწმუნეთ იმ პულის ასე ვთქვათ და გარდა ამისა ეს ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას ოკუპანტი ქვეყნის ეგ პოლიტიკური საკითხი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გეოგრაფიული საკითხი. თბოსადგურში ირიბად ჩვენ როგორც ნედლეულს გამოდის ისევ რუსულ გაზს მოვიხმართ. ესეც რა თქმა უნდა უკვე გარემოზე ზემოქმედება. ანუ ბევრი ფაქტორი არის. ეს იმის და მიხედვით ჩვენ რიგით თითოეულ ადამიანს რომელი უფრო მეტად გვტკივა. ვიღაცას საერთოდ გარემოს საკითხები არ აინტერესებს და რა ვიცი მე, მაგრამ საკუთარი ჯიბე ხო ყველას გვაინტერესებს, ხო? ანუ ენერგოუსაფრთხოება ხო ყველას გვაინტერესებს, გამოვლილი გვაქვს ეს პერიოდი, რომელიც რა ვიცი 90-იან წლებიდან და შემდგომ არანაკლებ გქონია ეს საფრთხეები და გათიშვები, ხო? კი ბატონო, თორნიკე, ეხლა მინდა რომ მზის ელექტროსადგურებზე გადავიდეთ. ჩემი ცოდნა ამ თვალსაზრისით ძალიან მწირია, მაგრამ იმ ინფორმაციის მიხედვით, რასაც ვიცნობი, ტენდენცია მსოფლიოში არის ასეთი, რომ ვისაც აქვს, ასე ვთქვათ, საკმარისი ინსოლაცია, შეიძლება ასე ითქვას და შეუძლია გამოიმუშაოს მზის ენერგია, არათუ ადგილობრივ მოხმარებას აწვდის, არამედ იმპორტიორ ქვეყნებათაც კი იქცნენ, ანუ იმპორტზე გაქვთ მზით გამომუშავებული ელექტროენერგია. აი, რა ვიცი, ჩვენთან ასე ვუმღერით ხოლმე ჩვენს ქვეყანას, რომ საქართველო არის მზიანი ქვეყანა. თუ ეს მზე ჩვენ გვაქვს, რატომ არ შეგვიძლია ეს პოტენციალი სათანადოდ გამოვიყენოთ? რა გვიშლის ხელს? ხო, ეს კარგი რაღაც ახსენეთ. ხვალ შორის იმპორტზე რო ვლაპარაკობდით, ეხლა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მათ რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთიდან ვყიდულობთ ელექტროენერგიას და სომხეთი ზუსტად მზის ენერგიას გვაწვდის. ანუ არა პირდაპირ, რა თქმა უნდა, იმ კალათაში შეიძლება ატომურიც აქვთ, შეიძლება ატომურიც ასე ვთქვათ წილიც არის, მაგრამ სომხეთი არის ძალიან კარგი და კლასიკური მაგალითი იმისი, თუ როგორ შეძლეს მზის ენერგიის პოტენციალი რაც ჰქონდათ, იმისი აი უკანასკნელ ნიშნულამდე განვითარება. ბედის ირონია, ამ დროს საქართველოს აქვს შესაძლებლობა იმდენი მზის ენერგია აწარმოოს, რომ იქეთ მიაწოდოთ, იქეთ გაიტანოს იმპორტი. ჩვენი, ასე ვთქვათ, წამახალისებელი ამბავი, ახლა გადავიდეთ ზოგადად უშუალოდ რა არის გასაკეთებელი იმ საკითხზე. ჩვენი წამახალისებელი, ზოგადად ამ დარგის წამახალისებელი მექანიზმი იყო ნეტო აღრიცხვა.
ამ ნეტო აღრიცხვის ფარგლებში მოხდა ეს დიდი მასშტაბით სადგურების მშენებლობა, იმიტომ დღესდღეობით მხოლოდ 5 ცალი ინდუსტრიულ მოდის სადგურს დავარქმევთ, რომელიც ქსელში ინტეგრირდა, ანუ თლიან გამანაწილებელ ქსელში. დანარჩენი არის ნეტო აღრიცხვის ფარგლებში აშენებული 200 მეგავატზე მეტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები. ის ელექტროსისტემას დღეს რო შეუერთდა და სატესტო ფაზას რო გადის 10 მეგავატი არის. ანუ წარმოგიდგენთ ჩვენ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ვერ შევძელით ქსელური ტიპის, ანუ ინდუსტრიული, რა ვიცი, რო გინახავთ სხვა ქვეყნებში ეგეთი ტიპის სადგურის აშენება 10 მეგავატზე მეტი სიმძლავრის და ის კიდე ტესტირება. ბუნებრივი შეკითხვა ჩდება. რატო ნახეთ ის პროექტებიც, რომელიც ეხლა მთავრდება. 3 წლის წინ არის, 2 წლინახევრის წინ არის გაცემული მათზე ხარდაჭერის მექანიზმი. ანუ მთელი ბიუროკრატიული მექანიზმის გავლა უწევს იმისთვის, რომ ააშენოს 2 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური. ანუ ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ საჭირო არის მინიმუმ ორჯერ არის მთავრობაზე გასატანი პროექტი. მინიმუმ ორჯერ. წარმოგიდგენთ 2 მეგავატის სიმძლავრის სადგური არის უხეშად რო თქვა, სადღაც $800,000 ღირებულების. ანუ $800,000 ღირებულების პროექტი უნდა მოიწონოს მთავრობამ, ანუ ესეთი მნიშვნელოვანია $800,000 პროექტი, ანუ სხვა ქვეყნებში მთავრობაზე გადის $800,000-იანი პროექტები, ანუ რაღაცა აცდენა გვაქვს. მე ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროში შეიცვალა მენეჯმენტი და ეხა ახალი მენეჯმენტი ცდილობს, რომ წინა მენეჯმენტის გაუკეთებელი, ასე თქვა, საქმე გააკეთოს. ეს ძალიან კარგია, რომ ცდილობენ და ამ ადამიანებს, რა ვიცი, მაქსიმალურად ხარს უჭერთ, მორალურად, რა ვიცი, ყველანაირად თუ ამაში შეგვიძლია, რომ ჩავერთოთ მართლა შრომატევადი არის ამ პროექტების გაფილტრვა, გადარჩევა და შემდეგ, მაგრამ დრო გადის რა, ანუ რაღაცა ასე თქვა, მარტო ის არ არის, რომ შრომაა გასაწევი, მექანიზმები არის გასამარტივებელი. რომ ისევე როგორც აი ნეტო აღრიცხვაში იყოს სწრაფად და მოხერხებულად ერთი, რა ვიცი, სულ მაგას ვამბობ, ერთი რაღაცა ფანჯრის პრინციპით შენდებოდა მზის ელექტროსადგური. იგივენაირად არის აქაც დაბალ სიმძლავრეების ასაშენებელი 2 მეგავატ სიმძლავრემდე საუბრობ. როცა საუბარია უკვე დიდ პროექტზე, რომელიც ახლა აგერ 50 მეგავატიანების, 60 მეგავატიანების შენდება, იკავებს დაახლოებით 70 ჰექტარს, იმაზე კი ბატონო. ვიკამათოთ რომ უნდა აშენდეს, არ უნდა აშენდეს, საძოვარია, სახნავის სათესი მიწა არის, ანუ რა სტატუსი აქვს, ვინ აშენებს, ვისი მიწაა, სახელმწიფოს მიწაა თუ რა. იქ რა თქმა უნდა კომპლექსური, მაგრამ ვიღაცას თავის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენოს 2 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური და ამაში უწევს დაახლოებით 1 წლიანი პროცედურის გავლა. ეს არც ერთ ქვეყანაში შესახება. კი ბატონო, თორნიკე, რა მინდა იცი? მით უმეტეს აი ამ 3 წლის განმავლობაში, როდესაც 2-3%-ით ყოველწლიურად იზრდებოდა მოხმარება და ჩვენ მივედით იქამდე, სადამდეც მივედით, გავხდით წმინდა იმპორტიორი და მოგვიწია პიკურ პერიოდში, ხო, აგვისტოში თბოსადგურები გვემუშავებინა ისევ რუსულ გაზზე. ძალიან მარტივად შეიძლება იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ერთი ან მეორე სცენარის შემთხვევაში. ანუ ერთი თუ ეს მოცემულობა დიდად არ შეიცვალა და სახელმწიფო ნების არარსებობის პირობებში ისევ აი ეს ტენდენცია ინერციით, რომელიც გვაქვს, გაგრძელდა და მეორე თუ რადიკალურად შეცვლის მიდგომას სახელმწიფო და უპირატესობას სწორედ ადგილობრივ, ასე ვთქვათ, გამომუშავებას, მათ შორის განახლებადი ენერგიის ხელშეწყობას მიანიჭებს. აი შეგვიძლია ორივე სცენარის განვითარება რაღაცნაირად მოკლედ ჩამოვაყალიბოთ და დავანახოთ ჩვენს მაყურებელს, მათ შორის არ ვიცი, მოსახლეობას თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რა სურათი შეიძლება გქონდეს კიდევ უახლოესი 2-3 წლის შემდეგ. კი, პოლიტიკის დონეზე არ გვაქვს ჩვენ პრობლემა, იმიტომ სახელმწიფო არ ამბობს, რომ ეს არ უნდა განვითარდეს. პირიქით, სახელმწიფო ამბობს, რომ ეს უნდა განვითარდეს, ჩვენ აღსრულებაში გვაქვს პრობლემა. მაგრამ არ აკეთებს რა მუშაობა. ანუ კი ეს პროექტები, რა ვიცი, ანუ აი როგორ გითხრათ რა. რაღაცებს შეკითხვა ჩდება, რატომ? თუ კი ამიტომ რომ სავარაუდოდ მე ვფიქრობ, სავარაუდოდ და ვიცი, ამაზე ღიად მისაუბრე არა მარტო ტელევიზიით, საჭირო არის ძალიან პერსონალის გაზრდა არის. ეკონომიკის სამინისტროში აუცილებელი და არა თუ ეხა მე საერთოდ იმ ადამიანებს მივეკუთვნები ასევე ენერგეტიკის სფეროში, რომელიც ამბობს, რომ ამ სფეროს ჭირდება ცალკე სამინისტრო, რომელიც ეხა დეპარტამენტის დონეზე არ უნდა იყოს, ამისთვის უნდა იყოს ცალკე. მე პირდაპირ ვამბობ ამას, რომ ჩვენ და სამინისტროში რესურსი არ არის საკმარისი. დეპარტამენტში უფროსი დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის ერთი ადამიანი, რომელიც აი ჩვენი საკონტაქტო და იცით რამდენი პროექტია შესული? მარტო მზის პროექტი 400. აი ერთი ადამიანი როგორ დაძლევს 400 პროექტს? ვერ დაძლევს.
მას ჭირდება კიდევ დამატებითი, რა ვიცი, ადამიანები, კადრები, რომლებიც ამ პროექტებს დაამუშავებენ და კარგ პროექტებს, რომელიც მართლა განხორციელებადია და მზადაირო დღეს გადავიდეს მშენებლობის ეტაპზე, გადაიყვანეს სისწრაფით და აი ამას ვერ ვხედავთ. მე მესმის ახლა თქვენ ბიზნეს სექტორის ინტერესებს წარმოადგენთ, სხვანაირად უყურებთ ამ საკითხს, მაგრამ მომეცით უფლება მე როგორც ჟურნალისტმა შევხედო გარკვეული ეჭვის თვალითაც, ხომ არ მით უმეტეს რომ აი ბოლო პერიოდის განმავლობაში გვაქვს არაერთი კორუფციული სკანდალი სახეზე, აი 800.000-ანი პროექტის დამტკიცებას რატო უნდა ჭირდებოდასო ასეთი ჩართულობა სახელმწიფოსიო თქვენ ამბობდით და აქ ასეულობით მილიონზეა ერთი კონკრეტული პროექტის შემთხვევაში. თანაც წინ გველოდება ალბათ კიდევ არაერთი სკანდალი, მათ შორის უშუალოდ ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ადგილობრივი წარმოება, ამ შემთხვევაში ადგილობრივი ბიზნესი იმპორტიორების ინტერესებს ეწირებოდეს, იმიტომ რომ მე რაც ვნახე, სულ 2-3 იმპორტიორია, ვისაც საკმაოდ სარფიანად აქვს ეს ბიზნესი აწყობილი, შემოაქვს დენი რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოში გარანტირებულად ყიდის და საკმაოდ დიდ მოგებას იღებს. მინდა გითხრათ, რომ ეს იმპორტიორები არიან გენერაციის ბიზნესშიც. ასე ესე ნუყურებთ, რომ ისინი მარტო იმპორტს ახორციელებენ, ძალიან კარგადაც ახორციელებენ გენერაციის ობიექტებს თვითონაც. ანუ ესე მარტო ესე ცალსაღად არ შეიძლება ვთქვათ, რომ ვიღაცა იმპორტიორის ინტერესია, რომ აქ გენერაციის მშენებლობა ჩაიკეტოს. არა, ის ან იქითკენ იშოვის ფულს და ეს აკანაკე, ამას გეუბნებით როგორც ასე ვთქვათ ბიზნესის წარმომადგენელი. ის ეხლა ის ფაქტი ჩვენ რომ წინა მენეჯმენტი შეიცვალა, წინა მენეჯმენტის წარმომადგენელი დაკავებულია ეს ბრალიედება, ხო ეს უკვე რაღაცაზე მიანიშნებს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ წინა ასე ვთქვათ სამინისტროში რაღაცა ვერ კეთდებოდა ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ეხლა ჩვენ რა მენეჯმენტიც ყავს და ვინც არის წარმოდგენილი მენეჯერი, ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებთან შეხვედრის შედეგად გვაქვს ძალიან სწორი და ადეკვატური რეაქციები, რომ ეს ყველაფერი კი რაც იყო, ცუდი იყო და უნდა გამოვასწოროთ, ანუ ხო გიგებთ პოლიტიკის დონეზე და ასე ვთქვათ დაპირების დონეზე ეს ყველაფერი სწორია და ამას ვერაფერს ვერ ვეტყვით, მაგრამ რა თქმა უნდა, აღსრულება რამდენად მოხდება ამ ყველაფრის ეს უკვე მათ მოედანზეა ამისი ბურთი. მადლობა თორნიკე დარჯანია, საქართველოს ძის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი.